ქრონიკული მაღალი სიფხიზლე. აი ესეც შემოდის ჩვენს ესე ვთქვათ ADHD თემაში. კი ბატონო. აა ჩვენ ანუ სოციალურ ურთიერთობებს დაუარეთ უკვე ხო რაღაც რომანტიკული კი. ურთიერთობები ინსტიტუციაში კი. ურთიერთობები სამსახურში. მოდი ვნახოთ მეგობრობაში რა ხდება. მეგობრობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტიმის მაატარებელი ურთიერთობა, რომლის გარშე ადამიანის სიცოცხლის მე მგითხავ საერთოდ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ რომანტიკის გარეშე შენ შეიძლება იცხოვრო, შედიგვე გადაწყვეტილებით ან უბრალოდ გარემოებებით, მაგრამ მეგობრის გარეშე შენ ვერ იცხოვრებ. ეს ძალიან ხატაკი კი ცხოვრება ბატონო. იქნება შენთვის, ხო? რა ხდება მეგობრობაში, როდესაც ადამიანს აქვს rejection sensitive dysphoria, ანუ მაღალი მგრძნობელობა უარყოფისადმი, ხო? ხდება შემდეგი რამ. რომ ადამიანი იწყებს ურთიერთობის რეგულირებას ისე, რომ ის არ უარყონ. და ამის რეგულირებას ის ახერხებს people pleasing-ს, რასაც ვეძახით ინგლისურად. ანუ საკუთარი თავის ხარჯზე ადამიანისთვის სიამოვნების მიცემის ან ადამიანზე მორგებით. საკუთარ სურვილს, საკუთარ ნამდვილ რეაქციას, საკუთარ განწყობას უკან გადადებს, საკუთარ თავს უკან გადადებს და ეცდება რომ მოერგოს ყველანაირად მეგობრობას. ზოგ მეგობართან შეიძლება ცოტა ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ ისინი უსაფრთხოდ აგრძნობინებენ თავს, მაგრამ ყველა მეგობართან ესე ვერ არის. მაგრამ ზოგადად ის არ გამოირჩევა ასერტიულობით. იმიტომ რომ მისთვის საკუთარი ნების განცხადება, ის რომ არჩევანი გააკეთოს, რომ რაღაც ესე უნდა, ის რომ რაღაც უარყოს, არა ეს არ არის კარგი იდეა. ადვილი არ არის, იმიტომ რომ ამას უკან აუცილებლად მოსდევს, რომ ვაიმე მეორე დრო არ დამირეკონ, ვაიმე თვითონ რო უჩემოდ სადმე წავიდნენ და არიქადა თუ მოხდა ესეთი რამე, რომ მის გარეშე სადმე წავიდნენ ამან გაიგო, ნუ მისთვის ჩამოინგრევა ზემოდან, რომ ანუ აღარ უნდივარ და არც თავიდან უნდოდი და ეხა იმაშვებოდი რა მივდიოდი უბრალოდ და არ ღმერთმა იცის ჩემზე რას ფიქრობენ. მაგრამ მეგობრობაში ამის რეგულირება უფრო ადვილად ხდება, მაგრამ ნახე რის ხარჯზე შენს პერსონას კარგავნელნელა. ანუ შენ მასკირებული ხარ იმ მეგობრობაში. და ეს მეგობრობა შენ ვერ განიჭებს სიამოვნებას. იცი, აი შენ თვითონ ვერ განიჭებს იმდენ სიამოვნებას, რამდენი სიამოვნება შეიძლება მეგობრობისგან აიღო. ატყობენ თუ არა ამას ადამიანები არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შემდეგი ნაწილი, რომ განვიხილოთ, რომ მეგობრები ამას ატყობენ, იცი როგორ არის ხშირად ვერა, თუ კი თან ცოტა დაუკვირვებლები არიან, ხშირად ამას ვერ ატყობენ. განაჩენ რამდენი ხნის მეგობრები არიან და რამდენად კარგად გიცნობენ. მაგრამ ადამიანს რაც არ უნდა კარგი მსახიობი იყოს, ხანდახან უბრალოდ მიმიკით ან პანტომიმიკით, ან არ ვიცი, რა ქვია, ვერბალურად წაცდება ხოლმე რამე, რომელიც მეორე ადამიანს აგრძნობინებს, რომ თლად კარგად ვერ არის აქ საქმე. ანუ ამ ადამიანმა, არ ვიცი, ესე არ ფიქრობს, ან შეიძლება რაღაც არ მოეწონა. და ესე ვთქვათ, გაიყიდებიან ხოლმე. მაგრამ ვერაფრით ვერ ხსნიან, იცი ამას, იმიტომ რომ კი აგრა თავის დროზე რატო არ თქვა, თუ ესე იყო. და რატო ანუ თამაშობდა, ანუ თვითონ არ უნდოდა და სულ ასე ვთქვათ, ჩვენთან, ანუ ჩვენს ნებელობა, ჩვენს ნებაზე დადიოდა და რატო აკეთებდა ამას. იმიტომ რომ რა იგრძნობა, იცი? რომ ხანდახან იგრძნობა, რომ აი ცოტა მიღმა ხარ, იცი? იქ კი ხარ და თავს უქნევ და რაღაცა ვითომ მონაწილეობ, მაგრამ თვითონ აი რაღაცნაირად მიღმა ხარ იმ სიტუაციის და ცოტა შორიდან ხარ. მოდი შემოვიტანოთ აქ დამკვირვებლის თემა. კი, შემოვიტანოთ. იმიტომ რომ აი ეს მიღმა ხარ და აღარ იღებ მონაწილეობას გარკვეულწილად რაღაცაში, რაც დავუშვათ სიამოვნებ და იმიტომ რომ უარყოფის გეშინია და ასე შემდეგ, რაც ჩამოვთვალეთ ესე ვთქვათ ეს ფაქტორები, მე მგონი დროა რომ აი დამკვირვებლის სინდრომის თემაც ვახსენოთ ახლა ამ შემთხვევაში, ანუ ცხოვრების განცდის გაფერმკრთალება. ანუ ამ ადამიანებს ურჩევნიათ გაფერმკრთალდეს ყველაფერი და სადღაც შორს იდგნენ და იქიდან აკვირდებოდნენ. თუმცა აი მე სულ ბოლოსკენ მინდა მაგაზეც ვილაპარაკო, რომ ადამიანები, რომლებიც ეძებენ აღფრთოვანებას, რომლებიც ეძებენ რაღაცა დიდ ემოციებს და აი ამითი უნდათ რომ იყვებონ, ამ დროს აი ესეთი ადამიანები გადადიან რაღაცნაირად ბექგრაუნდში, ანუ შორს და იქიდან ირჩევენ დამკვირვებლის ფუნქციას, ხო? ესე გამოდის რეალურად? როგორ არის იცი სოფო, არ ირჩევენ. ძალაუნებურად ესე ხდება? მათთვის ეს არის მოცემულობა, კი. მათი არჩევანი ეს არის. აი თუ კი გადადიან იქ ბექგრაუნდში, მე არის ერთი სიტუაცია და მაგაზე ბოლოში დავკონკრეტდეს, როდის ხდება ხოლმე ეს, მაგრამ ძირითადად ეს ადამიანები დამკვირვებლების ფუნქციით, მოდი ვთქვათ, არ ვიცი, იბადებიან ბავშვობიდან, მათთვის ძალიან ადვილი არ არის ცხოვრებაში ჩართვა.
Okay? ნახე როგორი რაღაც არის. ცხოვრებაში როდესაც რაღაცა სასიამოვნო ხდება, თუნდაც მცირე, ადამიანი ამას განიცდის. და განიცდის ასე ვთქვათ, მთელი სხეულით, მთელი გონებით, მთელი განწყობით და ემოციით. ადამიანისთვის, რომელიც, ADHD ადამიანისთვის ძალიან ხშირად, რომელსაც აქვს დამკვირვებლის სინდრომი, ეს რეალობა გონებით უფრო განიცდება და შინაარსობრივად ვიდრე ემოციურად. აი მაგალითად, ერთ მაგალითს მოგიყვები, ჩემი ერთ-ერთი კლიენტის მაგალითია, რომელმაც მე მომცა უფლება, რომ მაგალითები, რა თქმა უნდა, მის და დაუსახელებლად ჩვენი სესიებიდან გამეზიარებინა საზოგადოდ. ჩემი კლიენტი თავის მეგობართან ერთად ერთ დღეს იჯდა კაფეში. ჩვეულებრივი სცენა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. და რაღაცა ძალიან ტრივიალური მესამე მეგობარმა, რაღაცა ტრივიალური ისტორია მოყვა, რომელიც განსაკუთრებული არც ახმართოვანებელი იყო, უბრალოდ იყო სასაცილო. და მისმა მეგობარმა, მეორე მეგობარმა ძალიან გულიანად გადაიხარხარა. ანუ როგორც იცი, რომ აი რაღაცა მართლა რო აი გადავარდები სიცილში და რო ვერ იკავებ თავს. და ჩემი კლიენტი ამბობს ესეთ რამეს, რომ აი იმ წამში მივხვდიო, რომ ეს ადამიანი ცხოვრებას მართლა განიცდის და ამ ცხოვრებაში მართლა ჩართულია და მე რაღაცა აკვარიუმის შუშა მიდგას და იქიდან უყურებ ყველაფერს რაც ხდებაო. რა თქმა უნდა შევეკითხე რომ ეგ რას ნიშნავს თქო. ანუ როგორ არის, აი რა განცდაა ეს. და მითხრა ესეთ რაღაცა რომ იცი როგორ იცინოდაო რომ მე ცხოვრებაში ესე არ გამიცინიაო. იმიტომ რომ დაკარგა რეალობის განცდა, აი გარშემო ვინ იყო არ აინტერესებდა, სხეულს როგორ ამოძრავებდა არ აინტერესებდა. ხვდები, აი გულიანი, აი იქ რო ხარ ბოლომდე, იმ სიცილში რო ხარ ბოლომდე და შენს ემოციაში. და მე რო ვიცინი, თუნდაც ხმამაღალი სიცილი რო იყოს, ერთი ჩემი თავი გარიდან მიყურებს, რას ვაკეთებ. და ის შეგრძნება სიხარულის მე იმდენი არა მაქვს, რომ აი ეს სიცილი შეესაბამებოდესო. და ამ ადამიანმა ფაქტიურად პირველად აღმოაჩინა, ამას რა თქმა უნდა თვითონ განიცდიდა, მაგრამ აღმოაჩინა ფენომენი, რომელსაც ქვია დამკვირვებლის სინდრომი. საკუთარი თავისთვის აღმოაჩინა, რომ ვიღაცეები მართლა ცხოვრობენ უფრო მკვეთრად, უფრო მძაფრად, უფრო ჩართულად და ასე ვთქვათ, ცხოვრობას ცხოვრებენ, ხვდები, მათ აი ცხოვრებაა მათთვის. და თვითონ ამ ადამიანისთვის, ხო, ეს ცხოვრება არის ცოტა დაშორებული კადრი, იცი? აი კი ლოგიკურად შენს თავს ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თითქოს რაღაცა არის ბარიერი, რომ აი ბოლომდე სხეულსა და ემოციაში შემოვიდეს და განიცადო კიდევაც ის რა არის ცხოვრება. ეს არ არის სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, არამედ ეს არის დამკვირვებლის, ესე ვთქვათ, ფუნქციით ცხოვრება, ხო? იმიტომ რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ალბათ კიდე სხვა რამეა რა. კი, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ეს არის ნახე კულტურული ფენომენი. ანუ შენ ვაუშვათ ქალებს საქართველოში ასწავლიან იმას, რომ ასე ვთქვათ, ისინი არიან ვიღაცის პატრონები, ისინი ემოციურად პასუხისგებლები არიან. აი ბავშვობაშიც კეუნებიან, რომ ემოციურად პასუხისგებელი ხარ შენს ძმაზე, ან შენს დავშვათ ბიჭ მეგობარზე და ასე შემდეგ. ანუ მსახურებას ასწავლიან და საბოლოო ჯამში ვიღაცა შეიძლება ისე შორს წავიდეს ამით, რომ თვითონ რა უნდა ცხოვრებაში დაკარგოს და არც კი შეეკითხოს თავის თავს და ეგონოს, რომ ეს არის სწორი ცხოვრება. ეს არის კულტურის მიერ დაკვეთით, შენ რო ცხოვრობ საკუთარი თავისთვის კი არა, არამედ სხვისთვის. ხო, და ამ შემთხვევაში დამკვირვებლის ფუნქცია აქვს ADHD-ის მქონე ადამიანებს, მაგრამ აქვე აი კულტურა, რადგან ახსენეთ კულტუროლოგია ზოგადად, რა მე მაინც მგონია, რომ ADHD-ისთან მიმართებაში ესე ვთქვათ, კიდე შემოდის ეგ ფაქტორი, იმიტომ რომ ეს ყოფა და სხვა დავარცხნილი ქვეყნების ყოფა სხვადასხვა რამეა და კულტუროლოგიურად სხვადასხვანაირად უყურებთ რაღაცებს. აი ბევრი მაგალითი, რომელიც შენ მოიყვანე, მაგალითად, იმ ქვეყანაში შეიძლება ნორმა იყოს, ამ ქვეყანაში არ არის ნორმა ამ პირიქით, ხო? ამიტომ ეგეც საინტერესოა, პრინციპში უბრალოდ რო არ გრჩება, რომ ძალიან სიღრმისეულად ეს ყველაფერი კიდე ჩავშალოთ და ამას მე მაყურებელს ვიტყვით და უშო თუ დამატებითი კითხვები ექნება, სად მოგმართონ, როგორ მოგმართონ და ბუნებრივია რომ ყველაფერზე ჩვენ პასუხი გვექნება. ეს ძალიან კაი რაღაცა თქვი, სოფო, მე მაგაზე არ მიფიქრე, როდესაც ჩვენ გეგმავდით. ძალიან კარგი იქნება, რომ რაღაც ადგილი გქონდეს, სადაც ამ ჩვენი გადაცემის შემდეგ ადამიანებს თუ კი კითხვა გაუჩნდათ, ეს კითხვა გამოაგზავნონ და ჩვენ კარგად უპასუხოთ. ანუ მცირე ვიდეოს გაკეთება შეიძლება, ასე ვთქვათ, პასუხად და ბევრი რამ შეიძლება, ასე რომ თავი რო არ შეიკავონ. აქვე ვიტყვი და გადაცემის ბოლოსაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, რომ მათ შეუძლიათ ბუნებრივია რომ განთავსდება ეს გადაცემა, რომელიც იქნება რამდენიმე ნაწილად, ესე ვთქვათ, დაყოფილი ჩვენ სოციალურ ქსელებში, ანუ Facebook გვერდზე, არტარია-ეთზე, როგორც გესმით
ისე იპოვეთ, ასევე Instagram გვერდზე, ასევე TikTok-ზე, ასევე YouTube არხს გავაკეთებთ არხს, სადაც შეგიძლიათ რომ ეს გადაცემა სრულათაც და გარკვეული ესე ვთქვათ ნაწილების ნახოთ, რომელიც თქვენთვის საინტერესო იქნება და იქვე კომენტარებში შეგიძლიათ ესე ვთქვათ რომ დასვათ კითხვები და ბუნებრივია თამარა გიპასუხებთ აუცილებლად ამ კითხვებზე და პლუს დამატებით კიდევ უნდა ვთქვათ რომ თამარას აქვს კურსები არტარიას პლატფორმაზე, არტარია Education-ის პლატფორმაზე, სადაც შეგიძლიათ რომ ჩაეწეროთ კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ რამდენიმე კურსი აქვს და გვაქვს ADHD-ის მიმართულებითაც ორთვიანი კურსი და იქაც შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ და იქ დასვათ ეს კითხვები. კარგი, თამარა, მოდი ბოლოსკენ უნდა წავიდეთ პრინციპში უკვე და სოფო იმაზე რომ ემოცია რას ნიშნავს იმ ადამიანებისთვის, რომელსაც დამკვირვებლის სინდრომი აქვს. ამაზე რო კონცენტრირებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილი გასაგები რო იყოს, მოვყვები ერთ ისტორიას, რომელიც დაემართა ჩემს ერთ მეგობარს. მის დაბადების დღე მოდიოდა და გოგოებმა გაუკეთეს საჩუქარი. ესეთ აღმოსავლურ ქვეყანაში იყო მოგზაურობა 7 დღიანი და იყო ისეთი რა, განსაკუთრებული საჩუქარი, იმიტომ რომ ამ ადამიანს ძალიან აინტერესებდა ის ქვეყანა და მისი კულტურა, ოღონდ არ ჰქონდა საშუალება რომ იქ წასულიყო. და ეს საჩუქარი როგორ გაუკეთეს, იცი? კაფეში დასხდნენ ერთად და როდესაც რაღაცა საუბრობდნენ, რაღაცა პატარა ყუთი დაუდეს წინ და ეს ყუთი გაახსნევინეს და ამ ყუთში ნუ ეწერა მოგზაურობა ამდენ დღიანი ამ ქვეყანაში. და ელოდებიან ამ ადამიანის რეაქციას. და ეს ადამიანი ცოტა გაშრა, მაგრამ ძალიან გაუხარდა და ძალიან ბედნიერმა უთხრა ესეთი რამ, რომ ვაიმე როგორ რატო შეწუხდით, მაგრამ ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ. დამთავრდა ეს სიტუაცია და მეგობრები, რომლებსაც ეს საჩუქარი გაუკეთეს, აბსოლუტურად დარწმუნებული გამოვიდნენ იმ კაფედან, რომ ამ ადამიანს არ გაუხარდა ეს საჩუქარი. და მე მსჯელობდნენ კარგ ახანს, რა, იმიტომ რომ სამეგობროში მოხდა, რომ კარგ ახანს მსჯელობდნენ, რომ იცი რა არის, ეს იქნება ეს არ უნდა ეს ქვეყანა რაღაცა. კი ხო, თარიღს თვითონ აარჩევს, ანუ ესეც შეიძლება და რა შეგვეშალა, რატო არ გაუხარდა? ანუ საბოლოო ჯამში დასვეს ეს კითხვა, რომ ამ ადამიანს რატო არ გაუხარდა ის რაც გაუკეთეთ. იმიტომ რომ არაფერი არ შეგვშლია, ყველაფერი გავთვალეთ, რა, ანუ ბარიერი არ შეუქმნით და ძალიან დიდი სიხარული მივანიჭეთ, მაგრამ არ გაუხარდა. ნახე საქმე რაშია. როდესაც დამკვირვებლის სინდრომი გაქვს, შენი ემოცია შეიძლება აცდენილი იყოს იმ ფაქტს დროში, რამაც ეს ემოცია გამოიწვია. დაახლოებით როგორ რაღაცა იცი, ადრე ლაივები რო იყო. ქნისთვის რაღაცეთ რო ასინქრონია? ასინქრონია, კი, აი იმაში ლაივი რო იყო ადრე, არ ვიცი ხა ლაივები აღარ მინახავს, მაგრამ ლაივები რო იყო ტელევიზიაში და მე მგონი ხმა მოდიოდა პირველი. კი, ასინქრონი ქვია. ხო, ასინქრონი. თუ ერთად ასდენილი იყო ვიზუალი და ხმა. ვიზუალთან იყო, ხო? ხო, ჩამორჩენა იყო, ხო? ამ ადამიანებს დაახლოებით ესეთი რაღაცა აქვს. ანუ მათ შეიძლება მყისიერად, როდესაც რაღაცა ინფორმაციას მიაწოდება, რაღაცა გასახარებელი თუ კი მოხდა, ან შეიძლება დასამძიმებელიც, ხო? ამ ადამიანებს აღქმა შეიძლება მოუვიდეთ ამის, ანუ ემოციური რეაქცია, მათში შეიძლება წამოვიდეს რამდენიმე საათის შემდეგ. ეხლა ეს ისტორია როგორ გაგრძელდა, იცი? ეს ადამიანი, ვისაც საჩუქარი გაუკეთეს, საღამოს ჩვეულებრივად, ანუ იგავე ემოციით მეგობრებს გაუზიარა, რომ ეს გამიკეთეს ასე და საღამოს დაჯდა რაღაცა თავისთვის ტელევიზორთან რაღაცას უყურებს და უწევ აუტყდა ისტერიული ტირილი. ანუ მაშინ აღიქვა სინამდვილეში მეგობრებმა რა გააკეთეს მისთვის, როგორ დაიხარჯნენ და როგორ სწორად გააკეთეს და არჩიეს ყველაფერი და რა მაგარია რომ ვიღაცას ესე უყვარს. მაგრამ ეს მოხდა 6-7 საათის დაგვიანებით. და რა თქმა უნდა, მაშინვე დაურეკა და უთხრა რომ ეს რეაქცია ვერ გამოვხატე და ნუ ამათ რა თქმა უნდა გულზე მოეშვათ, ხო? მაგრამ საქმე ნახე როგორია, რომ აცდა ასინქრონული გახდა. იმასთან თუ რა შეიძლება რომ მომხდარიყო. ასე რომ ხშირად ამ ადამიანებთან დამკვირვებლის სინდრომის მქონეებთან ემოცია მაშინ არ მოდის, როცა სხვა ნეიროტიპური ადამიანი ფიქრობს, რომ ეხლა ეს ემოცია უნდა მოსულიყო. მათთან ხშირად ეს არის ან დაგვიანებული, ან შეიძლება არ იყოს რელევანტური. რაღაცის გამო. მეორე ისტორია შემიძლია მოგიყვე, მაგალითად ადამიანი, რომელიც ძალიან წუხდა იმის თაობაზე, რომ საყვარელი ბებიას გასვენებაზე აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გრძნობდა, რაც ამ ადამიანის დაკარგვასთან იყო ასოცირებული.
და აი ვერაფრით ვერ განიცადა, არც წუხარება მოვიდა, არც სევდა მოვიდა, არც გულდაწყვეტა მოვიდა, სინანულე, არაფერი არ მოსულა მასთან. აი უბრალოდ იდგა და ხდებოდა ეს მის თავს. ნუ ადამიანი დაგრძალეს და თქვა წამოვიდა, ძალიან ფუნქციური იყო. და შემდგომ უკვე რაღაცა პერიოდის გასვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაუბრუნდა, მაგრამ მე როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანის გონება დაკავებული იყო რაღაცა ძალიან სერიოზული პროექტით. და იმით რომ აი ამ პროექტით გადატვირთული იყო, ანუ იმპულსებით გადაიტვირთა მისი ტვინი, აღარ დარჩა სივრცე, სადაც ემოცია წამოვიდოდა, ან ემოციის რეგისტრირებას მოახდენდა. Mhm. აი ესეც ხშირად ხდება ხოლმე. შეიძლება შენ მოგეთხოვებოდეს რაღაცა ტიპის ემოცია, რომელსაც სიტუაცია ითხოვს, ადამიანი ითხოვს და ადეკვატური ეს ემოციაა შენგან. მაგრამ ეს ემოცია არ მოგივიდეს. ან საერთოდ არ მოგივიდეს, ან აბსოლუტურად არაადეკვატური ემოცია მოგივიდეს. რატო? იმიტომ რომ ზუსტად დამკვირვებლის სინდრომით ხარ. ანუ შენ ასინქრონულად ხარ, ძალიან მაგარი სიტყვა თქვი. ასინქრონულად ხარ იმ რეალობასთან, რომელთანაც თითქოს ყველა დანარჩენი შენს გარშემო, ვისაც არ აქვს ეს დიაგნოზი, ძალიან სინქრონულად არიან ჩართულები. კი. მოდი ემოციური მეხსიერების ნაპრალებთან დაკავშირებით მინდა ასევე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ADHD ადამიანებს ძალიან ხშირად აქვთ მეხსიერების პრობლემა, განსაკუთრებით აი ემოციური, ესე ვთქვათ, მომენტების ბავშვობაში რაღაცა წლების ჩავარდნის, რაღაცა წარსულში კონკრეტული, ესე ვთქვათ, მონაკვეთების სრულად წაშლის და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა რომ უკეთ ახსნა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სხვა შორის ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა. მეხსიერებასთან მიმართებაში ბევრი ამბობს, რომ რატო არ მახსოვს, იმას თუ ახსოვს, მე რატო არ მახსოვს, ხო? აი, ამაზეც ვისაუბროთ. კი ბატონო. მეხსიერების ნაპრალი, ან როგორ რაღაც არის, იცი, როდესაც ადამიანს, რომელსაც არ აქვს დამკვირვებლის სინდრომი, ახსენდება რაღაც ფაქტი თავისი ბიოგრაფიიდან. ამ ფაქტს შეუძლია რომ მასთან მოიტანოს არა მხოლოდ ფაქტების გახსენება, ანუ არა მხოლოდ მშრალი ნარატიული ბიოგრაფია, არამედ ის ემოციებიც, რაც მაშინ ამ ადამიანმა განიცადა. შეიძლება თავისი სისრულით არა, ანუ არა იმ სახით და ინტენსივობით, რაც განიცადა, მაგრამ აი მეხსიერებაში შემორჩენა, რასაც ქვია, ხო? აი რაღაცა სახით რეპროდუქცია ამ ემოციების მაინც ხდება, ანუ შენ გრძნობ თითქოს იმ შერ წარსულს. ავადაც და კარგადაც ხშირად შეიძლება იყოს პოზიტიური ემოციები, შეიძლება იყოს ნეგატიური ემოციები. მაგრამ აი მის გამო რომ შენ ამ წარსულს გრძნობ ემოციურად, შენ გაქვს შეგრძნება, რომ შენში ეს მეხსიერება არის ანუ სიცოცხლე აქვს, ხვდები ამ მეხსიერება. შენთვის ბიოგრაფიას აქვს სიცოცხლე მარტივად რა, იმიტომ რომ შენთვის არის ცოცხალი მომენტები, ის რაც არის გამოცდილი. ძალიან ხშირად ადამიანებს რომელსაც ეს დამკვირვებლის სინდრომი აქვს, ესე არ ახსენდებათ. მათ ახსოვთ როგორც ფაქტი, შეიძლება შინაარსიც კარგად ახსოვდეთ, მაგრამ მათ მეხსიერებაში არ ამოტივტივდება ეს როგორც ემოციური განცდა. ანუ ემოციები თითქოს ჩამოაჭრესო მათ მოგონებებს, ან შეუმცირეს ხმას თუმცა ფაქტი გაუწიესო. ახსოვს. ფაქტი შეიძლება ახსოვდეს, შეიძლება არა. ჩვენ მეხსიერებაზე დღეს არ გვისაუბრია, მაგრამ აუცილებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ მეხსიერება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ADHD დიაგნოზის და ბევრნაირად მოქმედებს ბევრ სხვა საკითხზე. და მეორე გადაცემაში ეს აუცილებლად დავფაროთ, ამიტომ დღეს მეხსიერებაზე არ კონცენტრირდებით, იმიტომ რომ არ მინდა რომ ზედაპირულად გავაკეთოთ ეს. მაგრამ ის რაც ახსოვთ ბიოგრაფიულად, მათთვის არის დაცლილი ემოციებისგან, ანუ ემოცია ჩამოჭრილი ახსოვთ ის ფაქტები, მშრალად ახსოვთ. და აქედან გამომდინარე, კავშირს ვერ გრძნობენ თავის წარსულთან. ანუ ვერ გრძნობენ რეალურად რომ დასვა ეს ადამიანი და ჩვენ მოიწვიო პოდკასტში, ხო, საკუთარ წარსულთან რა კავშირი აქვს, ძალიან კარგად მოგიყვება, იმიტომ რომ გააზრებული აქვს ეს. ანუ რაციონალურად ეს ძალიან კარგად იცის და ლოგიკურად აგიხსნის, რატო არის ეს კავშირი ღირებული. მაგრამ შეგრძნების დონეზე ამის განცდა ძალიან გაუჭირდება. იმიტომ რომ არ აქვს. ან ძალიან შემცირებული. რამდენად მნიშვნელოვანია რომ გქონდეს? ძალიან მნიშვნელოვანია და მაგარი კითხვაა. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? სიცოცხლის განცდა და ის რომ შენ აი მთლიანად ცოცხალი ხარ, იცი, აი სხეულით ცოცხალი ხარ, გონებით ცოცხალი ხარ, ანუ რაღაცა აქედან კი არ უყურებ, კი არ აკვირდები შენს ცხოვრებას და ასე თქვა ცოტა გვერდზე გაწეული კი არ უყურებ რა ხდება, არამედ აი შიგნით ხარ ჩავარდნილი ამ ცხოვრებაში და შენს თავს ხდება ეს ყველაფერი. ეს განცდა რომ მოვიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ წარსულთან მიმართებაში გქონდეს ემოციური ბმა.
და შენი წარსული როგორც ემოციური თავად მომენტები ისე თუ არის ეს გახსენდებოდეს. ნეგატიური, თუ არის ეს ნეგატიური ემოცია, რომელიც რეალურად არაფერში შეიძლება არ ჭირდებოდეს ადამიანს. და არა, პირიქით უფრო ამძიმებდეს დაუშვათ მის ყოფას და რეალობას ამწამს ამ არა. მომენტში. არ არის ეს, იმიტომ რომ ადამიანის თავს რაც არ უნდა მოხდეს. მძიმე ტრავმებზე ნაწილობრივ არ ვისაუბროთ, მოდი ტრავმები გამოვიწყოთ, ხო? ადამიანის ცხოვრებაში არის ბევრი მომენტი, როდესაც ადამიანს სიხარულით, ბედნიერებით და სილაღით აღავსებს და არის ბევრი მომენტი, რომელიც ადამიანისთვის არის ტრაგიკული, დრამატული, ან სხვანაირად მეტნაკლებად მატრავირებელი. მაგრამ ნებისმიერ ამ მოვლენას ადამიანისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის მის მეხსიერებაში უნდა იყოს შემონახული როგორც ფაქტი და ის აუცილებლად უნდა შემონახული იყოს თავისი ემოციურად დათაგული უნდა იყოს. ანუ ის რომ შენი თავი საერთოდ გაიხსენო და აღიქვა როგორც განგრძობადობა და არ იყო რაღაცა დაჭრილი კადრივით, რომ აი ეხლა ხარ ამ კადრში მხოლოდ და სულ ეს ახარ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ემოცია გახსენდებოდეს და ის განცდები გახსენდებოდეს, რომელიც წარსულში ხდებოდა. ჩვენთვის, იმიტომ რომ განგრძობადობას, ანუ შენს ბიოგრაფიულ განგრძობადობას ეს განსაზღვრავს ძირითადად ნარატივის გარდა. შეიძლება მეხსიერებით არ გახსოვდეს ბევრი ფაქტი, ან დეტალებში არ გახსოვდეს ბიოგრაფიული ფაქტები და მეგობრებმა გითხრან, რომ აი ეს ეხდებოდა კაცო, შენ სხვანაირად გახსოვს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, სოფო. ყველაზე დიდი მნიშვნელობა რას აქვს, იცი რომ ემოცია გაგახსენდეს, დაახლოებით მაინც მიუახლოვდე იმას, მაშინ რა ხდებოდა. ამიტომ ადამიანის ცხოვრებაში ჩართულობისთვის მხოლოდ ამ წამიერ მომენტში კი არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც ADHD-ისთვის ძალიან მძიმეა, რომ ამ წამს იყოს ჩართული საერთოდ რამეში. იმიტომ რომ დაშორებულია ეს ადამიანი, ხო, ბევრი რაღაცის გამო არის დაშორებული იმ ცხოვრებაში ჩართულობას, ერთ-ერთი ზუსტად ამ სინდრომის გამო. მაგრამ ასევე დაშორებულია თავის წარსულს. ანუ არ ახსოვს ფაქტიურად, აქტიურად და ემოციურად, არ ახსოვს, ანუ ახსოვს მოთხრობილი ამბავივით, ის თუ მას რა გადახდა. აქედან გამომდინარე სიცოცხლეში ჩართულობის განცდა უცოტავდება. და ეს ხშირად ეს სინდრომი ზუსტად ეს არის, რომ ადამიანი ამბობს, რომ აი ერთი მოგიყვან ძალიან კარგ მაგალითს, მაგალითი კი არა, როგორ ეს ადამიანმა აი ძალიან ხატოვნად გამოხატარა, რომ იცი როგორ ცხოვრობ, ხო? აი თითქოს საშინაო დავალებას ხუთოსანი მოსწავლე პატიოსნად რო იმეცადინებსო. ანუ მისთვის ცხოვრება იყო დავალების შესრულება კეთილსინდისიერად. ეხლა დავალების შესრულება კეთილსინდისიერად თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ცხოვრებას ამ მეტაფორით არ უნდა განიცდიდე და ამ ჭრილიდან. იმიტომ რომ ცხოვრება არის ზღაპრული მოვლენა. ეს არის ფაქტურად აი არაორდინალური, ან შენი ცხოვრება უნიკალურია, შენი განცდა უნიკალურია, ხვდები? უამრავი სასწაული ხდება შენ ცხოვრებაში, თუ კი თვალი გახელილი გაქვს. ძალიან ბევრი ემოციაა, რომელსაც არაფერში არ გაცვლიდი. აი, ოღონდ იმიტომ რომ შენია, მათ შორის ნეგატიურს, აი შენია და გულნა ვინმე რომ ამოგლიჟოს, შენ აღარ იქნები იმის შემდეგ. ეს ადამიანები ამას ტოვებენ. აი ამ განცდებს. და ამიტომ მათთვის ძალიან სევდიანია ხოლმე და დისკომფორტული ცხოვრება და სიცოცხლე. იმიტომ რომ ჩვენ რო აი ცხოვრებასთან კომფორტი წარმოიდგინო რო ავიღოთ როგორც კონტინიუმი, ხო? და დავუშვათ ერთ მხარეს იყოს რადიკალურად არაკომფორტული ცხოვრებასთან, ანუ არაკომფორტულობა დავდოთ და მეორე მხარეს აი რადიკალური კომფორტულობა, აი სრულიად რო ასე ვთქვათ, ის ხარ გათქვეფილი ხარ ცხოვრებაში და ცხოვრობ, ხო? ეს ადამიანები აი ამისკენ იქნებიან უფრო წასულები, ანუ რადიკალური დისკომფორტი. მათთვის ცხოვრება არის აი ძალიან ბევრისთვის ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ აი არ ვიცი, შიშველს ხელზე რომ ნაბადი რომ მოისხარა და აი რო გწიწყნოს, სულ და აი ამ რაღაცნაირად დაწიწყნულობის შეგრძნებას უმკლავდებოდი. კიდევ ერთი მაგალითი მაქვს, რომელიც ასევე ჩემი მეგობრის მაგალითია, რომლის შვილსაც აქვს ADHD. და ერთ-ერთ საუბარში ამ შვილმა უთხრა ესეთი რაღაც, რომ იცი რაო, დანარჩენ ადამიანებს რო ვაკვირდებიო, ისინიო თავისი დრამის და ტრაგედიის მიუხედავად, აი ცხოვრობენო. და მე იცი რას ვაკეთებო, ვწვალობ. ანუ ცხოვრებასთან ძიუდო აქვს მუდმივად გამართული. ისევ გეუბნები, ყველაზე არ ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ანუ ყველა ADHD ერთნაირი არ არის, მაგრამ სინდრომი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ძალიან ხშირად მოიაზრებს ზუსტად ესეთ დამოკიდებულებას. ან ზოგადად ADHD, თუნდაც ამ სინდრომის გარეშე, მაინც მოიაზრებს ცხოვრებისადმი, აი ცხოვრების ესე აღქმას. ანუ ბოლომდე ვერ აღქმას. გასაგებია.
თამარა, მინდა მაინც რომ საფინალო კითხვა დავსვა, თუმცა მინდა გთხოვო და გკითხო, ხომ არ არის რაიმე ის თემა, რომელზეც გვინდოდა ჩვენ საუბარი და რაღაცნაირად გამოგრჩა და ითხოვს დაკონკრეტებას, დეტალიზირებას, კიდევ და კიდევ მეტი რო იცოდეს ისევ ჩვენმა მაყურებელმა. იცი რა, ესეთი შეგრძნება მაქვს მე, რომ მე მგონი პირველი გადაცემისთვის ჩვენ ძალიან ბევრი რამე დავფარეთ. და მეც ისე იმედია რომ ეს მგონია. კარგად დაიჭრება, რომ ადამიანებისთვის კარგად გადასახარში და კონკრეტული იყოს, იმიტომ რომ ბევრ ფენომენზე ვილაპარაკეთ. თუმცა ნახე სოფო, ჩვენ ორ ისეთ ფენომენზე ვილაპარაკეთ, რომელზეც ძალიან ცოტას ლაპარაკობენ სოფლიოშიც, ანუ ეხლა დაიწყეს კი. ნელ-ნელა და საქართველოში, არ ვიცი, მე არ ვიცი სამწუხარო შეიძლება ვინმე ლაპარაკობს, უბრალოდ შეიძლება მე არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ნახსენები თემებია ADHD-სთან მიმართებაში. პირველი ეს არის უარყოფისადმი სენსიტიური დისფორია, ანუ შენი უარყოფისადმი გაზრდილი მიმღებლობა, okay? Rejection sensitive dysphoria, რომელზეც ძალიან ცოტას ვსაუბრობთ, არა და ერთ-ერთი ყველაზე გამართულებელია ADHD შემთხვევაში, ადამიანის ცხოვრების გამართულებელია და მთავარი ნაწილია, რომელსაც ხშირად coaching-ზე და თერაპიაზე მეუბნებიან, რომ მოდი აბა იქნე მამას რამე უყოთ. აი აქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ სხვა ჯანდაბა რამენაირად მოუხერხებ რამეს და აი ეს მინგრევს ცხოვრებას. და მეორე არის დამკვირვებლის სინდრომი, რომელზეც პრინციპში არავინ არ ლაპარაკობს, მე მგონი, იმიტომ რომ აი არ მიაჩნია, რატო იცი სიმპტომებში არ წერია ეს. ანუ ოფიციალურ დიაგნოზს რო გისვამენ დამკვირვებლის სინდრომზე არაფერს არ გეკითხებიან. აქედან გამომდინარე თითქოს არა აქვს შენთვის ღირებული არა დიაგნოსტირებისთვის, მაგრამ აბა მოდი აქეთ ამ ხარისგან მოიხედე. სიცოცხლე ხო განცდითი ფენომენია, სიცოცხლე ის არ არის მე რა ვიფიქრე, სიცოცხლე ის არის მე რა განვიცადე მთლიანობინად, მთლიანობითად, სააზროვნო და ემოციურ სხეულებრივ პლატფორმაზე, ხო? აქედან გამომდინარე დამკვირვებლის სინდრომი არის ერთ-ერთი ძირითადი, მე თუ მკითხავ ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი შენ თუ მკითხავ რა არის ADHD-ში, ეს არის დამკვირვებლის სინდრომი. იმიტომ რომ ეს უკვე ეხება შენი სიცოცხლის ხარისხს. ეს უკვე ეხება იმას, რომ სიცოცხლის ბოლოს, როდესაც შენ უკვე ნელ-ნელა ასე ვთქვათ, გარდაცვალებისკენ წახვალ და უკან გამოიხედავ, შენ შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ შენ იცხოვრე. შეიძლება არც ისე გადასარევად, როგორც შენ გინდოდა და ბავშვობაში ოცნებობდი, მაგრამ განცდა უნდა გქონდეს, რომ ვიცხოვრე, იცი? აი ცხოვრება შედგა, ცხოვრება გამოვცადე და ამდენი წელი და აი მაქვს ყველა წელი ეხა ჩემში დაგროვილი და ჩემ გონებაში ცოცხლად რამდენიც ვიცხოვრე და სისავსით მივდივარ აქედან. ADHD ადამიანებს შეიძლება ეს არ ქონდეთ სამწუხაროდ, თუ კი ამაზე არ იმუშავეს და აი ეს არის ყველაზე სევდიანი ნაწილი. მივდიოდი ზუსტად იმისთვის რომ სევდიანი ნაწილი, ესე ვთქვათ, არავის არ გქონდეს განცდილი, იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი იყოს უკეთესი, იმისთვის რომ ის ყოველდღიური პრობლემები გადავლახოთ, ის ბარიერები გადავლახოთ, რომელსაც ვეჩეხებით ADHD ადამიანები, როგორ უნდა მოიქცნენ? ახლა ბევრს ექნება დავუშვათ კითხვა, რომ რა უნდა გავაკეთო? კაი, გავიგე. ერთი გავიგე, ანუ რომ შეიძლება ADHD ვიყო, ან ვარ დიაგნოსტირებული დავუშვათ, ხო? ერთი რომ ალბათ სპეციალისტს უნდა მიმართოს და თუ უნდა ტესტირება ჩაიტაროს, და მანდაც თემა არის, ეგეც მინდოდა მეკითხოს სხვათა შორის, რომ მანდ არის რაღაცა რაოდენობის სიმპტომატიკა ერთმანეთს უნდა დაემთხვეს იმისთვის, რომ ADHD დიაგნოზი დაისვას, მაგრამ რაღაცა რაოდენობა თუ არ დაემთხვევა, ამ შემთხვევაში არ სვავენ დიაგნოზს, მაგრამ ის პრობლემები რჩება, ხო, ადამიანს და ის პრობლემები და ის ბარიერები არის გადასალახი აუცილებლად. მოდი მანდ გავჩერდეთ, მაგრამ სამოკლე პასუხი უნდა გავცეთ ადამიანებს, რომ რა უნდა გააკეთონ, ვისაც აქვს მეტი კითხვა, უთხარით უკვე რო გთხოვთ, რომ ჩვენ სოციალურ მედიებში ესე ვთქვათ აქტიურად იყოთ ჩართულები, დასვათ კითხვები ჩვენი ვიდეოების ქვეშ და თამარა გიპასუხებთ. მეორე რომ კურსზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ADHD, რომელიც თამარას ესე ვთქვათ საავტორო კურსი არის, რომელიც არტარიას სივრცეში ტარდება და მესამე პატარა რჩევა უნდა მიცე ყველა ვარიანტში ადამიანებს, რომლებსაც აი ეხლა მიხვდნენ, რომ რაღაცა გასაჭირია მას თავს და უნდა მოერიონ ამ ყველაფერს. მოდი ესე გკითხავ, განაჩენი არის? ADHD დიაგნოზი არის თუ არა განაჩენი, თუ შეგვიძლია თუ არა ADHD დიაგნოზთან ერთად ვიცხოვროთ, ოღონდ ვიცხოვრობთ ძალიან ხარისხიანად. აი ამას გკითხავ. ADHD დიაგნოზი განაჩენი არის მაშინ, თუ კი შენ ამას არ მიაქცია ყურადღება, არ დაარქვი სახელი და არ გაითვალისწინე ცხოვრებისას. ანუ შენ თუ შენს ტვინს არ იცნობ
და ეს ტვინი როგორ მოქმედებს შენს ქცევასა და აზროვნებაზე, ამას არ იცნობ და გაუცნობიერებელი ხარ. მაშინ ეს შეიძლება იყოს განაჩენი და ძალიან ბევრი რამ გამგიფუჭოს. სოფო, ადამიანების უმეტესობა, რომელიც არის ნარკოდამოკიდებული, ადამიანების უმეტესობა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულია, რომელიც თამაშზე დამოკიდებულია, ადამიანები, რომელსაც კრიმინალური ქცევა აქვს, ადამიანები, რომლებიც ასოციალურები არიან, ადამიანები, რომელიც ცხოვრებაში ნაბიჯს ვერ დგავენ, აი თითქოს რაღაცნაირად უბრალოდ მიწოლილები არიან და რაღაცნაირად ზომბები ვიდადიან და არაფერში ჩართულები არ არიან. ამ ადამიანების უმეტესობას სავარაუდოდ ADHD აქვს. და ამ ADHD-ის უმკურნალობის გამო და უმკურნალობის როგორ აი კონტროლის და გაუცნობიერების გამო მივიდნენ იქამდე, რომ დღეს ასე ვთქვათ პარალელურად კიდევ თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შენი ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, მიმართულებები, შენი ჩამოთვლილი ასპექტებიდან არც ერთს არ ემთხვევა, ადამიანი არის მეტნაკლებად ფუნქციური, მუშაობს, თითქოს შემდგარი ცხოვრება აქვს, თითქოს ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ რეალურად აქ ბარიერები მას ხვდება ძალიან სერიოზული და სავარაუდოდ მასაც ADHD აქვს და ვილაპარაკეთ უკვე იმაზე, რომ რა სიმპტომატიკა არსებობს და რას უნდა მიაქციონ დაახლოებით ყურადღება ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც. იცი რა, პირველ რიგში უნდა მიაქციონ შემდეგ რამეს ყურადღება. ძალიან ხშირად ADHD-ის დროს ადამიანს ძალიან ხშირად კი რა, უმეტეს შემთხვევაში ბავშვობაშივე აქ შეგრძნება, რომ თითო სხვანაირია. აი რაღაცა კარგად რო დაელაპარაკო ბავშვს, ის გეტყვის, რომ იცი რა, რაღაცა ჩემ ტვინში ვერ ხდება ისე, როგორც ხვის ტვინში ხდება. ანუ ის რო აკეთებს, მე იმას ვერ ვაკეთებ. მე ესე არ შემიძლია. ანუ მარტივ სიტყვებით აგიხსნის თავის განსხვავებულობას, იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია ამის დაფიქსირება ძალიან ადრეული ასაკიდან. როდესაც იზრდები და ასე ვთქვათ, უკვე უნივერსიტეტში ხარ და უკვე ხარ სამუშაო გარემოში, იქ უკვე ძალიან აშკარად გეტყობა შენ თვითონ და სხვაებიც გატყობენ, რომ რაღაცა განსხვავებულია. Okay? ამიტომ პირველი ის არის, რომ ადამიანმა ეს გაიაზროს რამენაირად. მაგრამ მეორე მომენტი არის, რომ გაიაზრებს, მაგრამ სახელის დარქმევა არ შეუძლია, იცი? ანუ სახელდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ პირველი არის ის, რომ გაერკვე. აი მარტივად შეგიძლია რომ აიღო ChatGPT ან Claude, შენი სიმპტომები, ChatGPT ქართული კარგად იცის და ქართულადაც შეგიძლია გააკეთო, შეუყარო შენი სიმპტომები და უთხრა, აი ეს არის, ამას ვაკვირდები, ესეთი ვარ, აი ეს ხდება ხოლმე. და შენი აზრით შეიძლება რომ რამე დიაგნოზი მქონდეს. ყველაზე მარტივი დღეს რაც შეიძლება გააკეთო, ნეგარი და შეიძლება გამოუგდოს ესეთი პასუხი, რომ მოდი წადი ADHD დიაგნოსტიკაზე. ეს მაინც უნდა გააკეთოს. ეხლა უყურე ADHD დიაგნოსტიკასთან პრობლემა რა არის? შენ კი მითხარი მოკლედო, მაგრამ ეს თუ არ ვახსენე, ესე არ შემიძლია. ADHD დიაგნოსტიკა არის მოძველებული, სოფო. ანუ როგორც 60-იან წლებში უსვამდნენ დიაგნოზს, ეხლაც დაახლოებით ესე უსვამენ. ანუ გაიდლაინები თავისი ხო აქვთ. და ეხლა არის ძალიან დიდი საუბარი იმაზე, რომ ეს გაიდლაინები საერთოდ გადაკეთდეს. იმიტომ რომ შენ თუ აღმოგაჩნდა და უშუალოდ არ ვიცი 15 სიმპტომი ან 20 სიმპტომია. თუ აღმოგაჩნდა 12 პირობითად ვამბობ და ან 7 დავუშვათ. ან 7 ხო? გეუბნებიან რომ იცი რა, არა, ტესტირებითაც და რაღაც ტესტირებაშიც ქულა ვერ აიღე, ამაშიც ასე ვთქვათ ეს სიმპტომები არა გაქვს და ნუ არა გაქვს შენ ADHD და წადი. ესე გაბრუნებენ უკან. ეკითხე ზუსტად სადმენდის ის პრობლემები თუ დიაგნოზი არ დაგისვეს, მაგრამ ნაწილობრივ კი, მაგრამ შენ ახლა მეორე დღე თენდება. შენის დიაგნოზი არ დაგისვეს, რა კარგია, არ აღმომაჩნდა, შეიძლება ქვეყანას უთხრა, მეორე დღე თენდება და შენ პირად ურთიერთობაში, საკუთარ თავთან, თვითორგანიზებაში, ასე ვთქვათ, ცხოვრების, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმის შეგრძნებაში, სამსახურში, ხვდები, წარმატებულობაში, ზუსტად იგივე პრობლემებით რჩები. მეორე დღეს. მნიშვნელობა არა აქვს შენ მოკერებული გაქვს თუ არა, ასე ვთქვათ, ADHD დიაგნოზი. ანუ მოდი ესე ვთქვათ რა, მნიშვნელობა არა აქვს, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენ წახვიდეთ და სცადოთ მაინც ეს ამბავი, მაგრამ თუ კი ამაზე უარი მიიღეთ და თქვენს რომ არაფერი არა გაქვს, კარგი ფიქსირდება, ხო? ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ თუ ამჩნევთ თქვენ თავს, რომ ეს სიმპტომები ნამდვილად არის, ძალიან ხშირად ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, ძველებური გაიდლაინები თლიანად ვერ მოიცვეს თქვენი სიმპტომატიკა. ანუ თქვენ გაქვთ ADHD თუ კი თქვენ თვითდიაგნოსტირებული ხართ, იმიტომ რომ იმდენად თუ შეგაწუხათ, რომ თქვენ ექიმამდე მიხვედით და დაიწყეთ პოდკასტის ყურება, ან დაუშვათ ChatGPT-სთან საუბარი, რომ ღმერთო რა მჭირს, აქამდე თუ მიხვედი. ესე იგი რაღაც გჭირს. შენ ესე უბრალოდ გასართობად ამას ადამიანი არ აკეთებს. რაღაცა უნდა მოვაგვაროთ, პრობლემა უნდა გადაგვიდეთ. და აი პრობლემის პირველი მოგვარება რა არის, იცი, გაცნობიერება, სოფო. სამყარო წაიღო და წალეკა ინფორმაცია.
და ძალიან ხარისხიანი ინფორმაციაც არსებობს. მაგალითად ძალიან ხარისხიან ინფორმაციას მე AI-ში უპოულობ ხოლმე, იმიტომ რომ დაალაგებულად კარგად შეუძლია რაღაცეების თქმა. ხო და აი უმარტივესი მაქედან შეიძლება რომ დაიწყო. და რა თქმა უნდა არსებობს კურსები, რომელიც საფუძვლიანად, აი დედაბუდიანად აგიხსნის ყველაფერს, რა მდგომარეობაა, კარგად ჩამოგიყალიბებს და გააზრებულს და გათვითცნობიერებულს გაგიშვებს. და უკვე როგორ ახარ იცი, კვალში ჩამდგარი ხარ უკვე და იცი რომ მისდევ საკუთარ კი ჯანმრთელობას. ბატონო. და ძალიან ბევრ რამეს პარალელურად იძენშე თვითონაც რაღაცა მე შენი საყვარელი პოდკასტები გაქვს, რაღაცა ავტორები გყავს და იძენ ამ ცოდნას და ნელა ექსპერტი ხდები. შენ საკუთარ მდგომარეობაში, აი ექსპერტი რო ხდები, მერე უკვე ამ ექსპერტიზას არგებ შენს ცხოვრებას, შენს ყოველდღიურ ცხოვრებას, შენს ყოველდღიურ ფუნქციებს და შენ უკვე შეგიძლია იყო გაცილებით უფრო წარმატებული და ადაპტირებული კი ვიდრე აი ამ ესე იგი თვითგავითარების მთავარი მაინც გარეშე. არის რომ ჩვენ გვქონდეს მეტ და მეტი ინფორმაცია, შევიმეცნოთ. აჰა. გავიგოთ კარგად ამ დაავადების შესახებ თუ დიაგნოზის შესახებ და შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ ყველა. დავასრულოთ. დავასრულოთ. და მაყურებელს დავუპირდეთ, რომ არაერთი საინტერესო თემა იქნება ჩვენს პოდკასტში, რომელიც ძალიან აქტუალური იქნება დღეს, ამ წამს, ჩვენს რეალობაში, ჩვენს ყოფაში, ჩვენს გარემოში და აი ზუსტად ამ თემებზე ვისაუბრებთ, ასე რომ აუცილებლად უნდა გამოვყოთ ბოლომდე და აუცილებლად უნდა დაგველათეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ.